ყველამ საჯმა იცის რომ ყველებს უნდა ესაუბროს ფრანგულად. კი. ფრანკოფონული სარაგბო ქვეყანა ვართ. ჰივასა შეაგდო და სწრაფად გამოიტანა ბურთი და გაჭრა კიდეც ხაზი ახლა მეკო კვირიკაშვილზეა დამოკიდებული ბევრი რამ და ვაჟა ხუციშვილზე ვაჟა ხუციშვილმა კი გააჩერა თავისი მეტოქე მაგრამ ვეღარ გააჩერა უკვე მისი მიერ ამოგდებული ბურთი რომელიც მიიღო ჰესკეტმა კარნ ჰესკეტმა გარემარბმა იაპონიის ნაკრებისა არა იაპონური წარმომავლობის და ანგარიში უკვე 12-8-მდე შეამცირა. ძალიან დასანანი მომენტი. ლელეი მაფი ხედავთ დააგვიანა ოდნავ გასაგები მიზეზების გამო თხილაიშვილს ვერ მოასწრო ბოჭვის გაკეთება. ძალიან კარგი ცრუ მოძრაობები. აი აქ ჩამოეკიდა რაც უნდა სხვა გამოსავალი უბრალოდ ხუციშვილს არ ქონდა არც გაბარიტები და არანაირ არც სიტუაცია არ აძლევდა იმის საშუალებას რომ მეტოქისთვის ხელები დაებლოკა მაგრამ აი უკვე შემდეგ